რომელიც მართლა თვალსაჩინო ადამიანები იყვნენ და წარმოადგენდნენ არა მარტო დედაქალაქის კულტურას, არამედ წარმოადგენდნენ მთელი ქვეყნის კულტურას, საიდანაც იკვებებოდა და ჩვენ ვიცით, ახლა გუშინ იყო ბატონ მიხეილ ვაშაძის ბრწყინვალე 100 წლისთავი, სადაც შეიკრიბა მართლა ძალიან ბევრი ხალხი და საუბრობდნენ იმაზე, თუ რა დღეშია ჩვენი კულტურა დღევანდელ დღეს და კერძო თეატრი და იგივე კინო, იმიტომ რომ მე ორივე სფეროს წარმოადგენ ამ შემთხვევაში, კინოსაც და თეატრს. და იცით რა არის, რომ აი დღევანდელ დღეს მე არ ვიცი, არ მესახება თქვა, მე რაც ნახე, აი ამ წლების განმავლობაში მიდიოდა ძალიან კანონზომიერი, ძალიან ისეთი მიმართული ნგრევა ამ ყველაფერს. გოკა გაბაშვილის და ნიკა ვაჩეიშვილის დროსაც შეგიძლიათ ეს? იცით რა არის, მე გოკა გაბაშვილთან არ მქონდა ისეთი ურთიერთობა, მაგრამ ნიკასთან მქონდა ურთიერთობა და მე მიმაჩნდა, რომ ეს ადამიანი ძალიან ნორმალური და კარგი როგორც პიროვნება, ისევე როგორც აი ხელმძღვანელი, მაგრამ იმას თავისი სფერო ჰქონდა, ეხლა მაგალითად, პირადად ჩემზე რო ვისაუბრო, ან ჩემ თეატრზე რო ვისაუბრო, ნიკა ვაჩეიშვილის იყო სწორედ ის, რომ მან აი ფესტივალი გააკეთა, არდიფესტის ფესტივალი, რომელსაც რაღაც ძალიან გარკვეული წარმატება მეაღწია ახალგაზრდა რეჟისორებში, ხელოვან ხალხში, მსახიობებში, დრამატურგებში და ასე შემდეგ. მაგრამ მე იცით რა მინდა, აი ეხლა იყო ნიკა რურუაზე საუბარი. მე ნიკა რურუას არ ვიცნობ. არანაირი შეხება არ მქონია, გარდა იმისა, რომ აი ვიცი, გაგონილი მაქვს, რომ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, დაამთავრა სარეჟისორო ფაკულტეტი, ამავე დროს დაამთავრა ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი, საუცხო ოჯახის შვილია ყველაფერი. ცხოვრება თვითონ ისეთი რამ არის, რომ სად წაგიყვანს და როგორ წაგიყვანს, ალბათ ხდება ხოლმე ისეთი რამ, რომ დაუშვათ იძულე, ეხლა მე არ ამგონია, რომ პროფესიით რეჟისორი კაცი, რომელიც რეჟისორია, უცებ მან დაანგრიოს თავისი რაღაცა ხედვა ყველაფერი და გადავიდეს რაღაც სხვა სფეროში და იქ რაღაცები აკეთოს ისეთი, არ ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ თვითონ ის, რომ რეჟისორი კაცი, რომელსაც აქვს მუსიკალური განათლება, რომელიც არის მართლა, ეხლა ძალიან ბევრი ნაცნობები ყავს სხვა ამ სფეროში. მოდით რა იმედი ვიქონიოთ, არ ვიცი ეხლა როგორ ვილაპარაკე, მე ყოველ შემთხვევაში რატომღაც გონია, რომ კიდე კარგი, რომ კაცი, რომელმაც იცის რა არის ხელოვნება, ის მოვიდა მაინც და არა საერთოდ ერთი სფეროდან მეორე სფეროში რომ გადააგდებენ ადამიანს და კაცმა რო არ იცის რატომ და რისთვის, აი ეს არის საშინელება რა, ეს ახლოა. ეს უკაცრავ. არ ვიცი რა, როგორ გითხრა მაგაზე, მაგრამ მე ამ შემთხვევაში რატომღაც აი შინაგანს გეუბნები და არ ვიცი, მე საერთოდ, ნინო, აი აბსოლუტურად არ მინდოდა არანაირი იმაზე საუბარი დღეს, იმიტომ რომ არ მინდა ვისაუბრო ამაზე. მე უფრო მინდა რომ რაღაც სხვა რამეზე ვისაუბრო, აი რა უჭირს დაუშვათ ჩვენ კულტურას და შენ ახლა თეატრის და კინოს პიროვნება ხარ და ამდენად გაუზიაროთ ერთმანეთს, რადგანაც კულტურის სამინისტროზეა ლაპარაკი, ხო? ბატონო და მოусმინოთ ბატონო, უკაცრავ. შეიძლება ფერას ფიქრობთ ბატონო და კულტურის თემა განვაგრძელოთ. აი საკადრო დანიშნე კონკრეტულად რამდენად ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ვიზიარებ იმას, რომ ნიკა რურუასთან მე არავითარი შეხება არ მქონია, მხოლოდ ვიცნობ ტელევიზორიდან. მე მაოცებს ერთი რაღაც. ბავშვობაში ძალიან მეყვარდა კარუსელი. იმდენი ლაპარაკეს ამ კარუსელზე, შემძულდა ეს კარუსელი. არაფერი აღარ დაგჭამ წმინდა. აი ახლა გეკითხები. გამოდის კაცი ლაპარაკობს, რომ ნიშნავ ამას და ამ კაცს ამ თანამდებობაზე. გადის მე რაღაც ორი კვირა, უცებ თვითფრინავში გადააყენა უცებ ადამიანს. შეიძლება ასეთი რაღაცები რო ხდება ქვეყანაში. ეხლა ახალი რუბრიკა დაიწყნა იმაში, ახალი ის პროექტია, პირველ არხზე. ცხოვრება მშვენიერი. ცხოვრება მშვენიერიც არის და საზღვრებაც არის. გააჩნია როგორ რა დააწესებ, რა ზნეობაზეა აგებული ეს პოლიტიკა. უზნეოა ყველაფერი. ჩემთვის უზნეოა ყველაფერი აბსოლუტურად. რომელ გარს გინდა მიაკითხო, რომელი მეცნიერული აღმოჩენა მოხდა მაგალითად ამ ბოლო ხანებში, მე არ ვიცი, დაანგრეულია მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა, წარმოება და სოფელზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. აი მითხარით, რაში არის პრიორიტეტი ამ თავრობის? ასფალტის დაგებაში, ის რომ განათებულია ქვეყანა, ეს ხო ფულის გაფეთრებისთვის არის ყველაფერი გასა. თუ ამის შეგნება არ არის იმ მაყურებელს, რომელიც რეკავს აკუბარდიას ტელევიზიაში და ეუბნება რაღაცა ჩვენი დავიღალეთ ბატონო თქვენი ლაპარაკი.
რაოდენობა როგორ ასეთი საზოგადოების ასეთ წევს. ხალხია უკვე იმ მდგომარეობაში, რომ ხალხი იძახის ბატონო, აღარ გინდა თქვენი ლაპარაკი. არც პოზიციის ჯერა, არც ოპოზიციის. აბა მისი ჯერა. დაიღალე, სანაცდომები არსებობდა და დაიშველება შეიძლება. აქ თავრობაში არ არის მარტო საქმე. ეს არის საზოგადოების პრობლემა, რომელიც მე მგონია უფრო მთავარია. პრიორიტეტი რომელია? სოფლის მეურნეობა, ეკითხები. ტექნიკა, მეცნიერება, კულტურა. აი რომ დაატელებ წინ, ანდა უკან. ყველაფერი დანგრეულია. ყოველდღიური საზრუნავი გაჩნდა უკვე ადამიანის ცხოვრებაში. რა, როგორ უშუალო პური და ხვალ მექნება თუ არა პურის პური. საზოგადოებაზე ვკითხოთ, ცოტა ხანში ვკითხოთ. იაგო კაჭაჭიშვილს სოციოლოგს. მას მაგის თემაზე უნდა ედოს ხელი მე როგორც ვფიქრობ საზოგადოების. მაგრამ მანამდე ბეკას ვკითხავდი თქვენის ნებართ ბატონ იაგო, ბეკას ვერას ვფიქრობ, პოლიტოლოგი დაწნანდებით. რას ვფიქრობთ? ქვეყნისთვის რამდენად ხეირიანია, მოდით ასე ვთქვათ, ის რომ 4 დღეს არ გასულა, რაც კიდევ ახალი გადახალისება მოხდა ხელისუფლებაში, ესეთი ხშირი საკადრო ცვლილებები რამდენად ხეირიანია და ის რომ მაგალითად თავდაცვის და უშუალობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც იყო კვალიფიციური თავისი სპეციალობით. უცბად ინიშნება, კარგით ბატონო სარეგისტრო დამთავრებული. დიპლომატი ლაშა ჟვანია ეკონომიკის მინისტრად ინიშნება, მაშინ როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარება არ ვიცი ახლა თუ ვინმე შემედავებით რომ არ არის, კი ბატონო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რამდენად უწყობს ან გენერალური პროკურორი ყოფილი იუსტიციის მინისტრი ინიშნება განათლების მინისტრად. აი ეს რამდენად ამ რეალობაში, ამ ვითარებაში საქართველოში ომ გადახდილა საქართველოში. ეს რამდენად უწყობს, რამდენად ხეირია ამაში, ეგრე ეს მე მგონი ყველამ იცით რომ აპრობირებული მეთოდია ვთქვა, რომ ახალი სახეები წარმოვაჩინოთ, როდესაც ქვეყნის შიგნით დაძაბულია მდგომარეობა, ხო? ისეთი სახეები წარმოვაჩინოთ, რომლებიც ხალხში ნაკლებ აგრესიას იწვევენ. ამას დავაკავშირებ მე ამ ადამიანების დანიშვნას სამინისტროს ხელმძღვანელებას. ნუ რომ დავიწყოთ, რადგან კულტურაზე გავამახვილოთ ჩვენ უპირველეს ყოვლისა ყურადღება, თქვათ ავიღოთ ნიკარაგუას ფენომენი. ხო, ნიკარაგუას ფენომენში უფრო სხვა რაღაცას თამაშობს როლს ის, რომ თუ დავაკვირდებით გრიგოლ ვაშაძის დანიშვნას და გავითვალისწინებთ, რომ ის არის ძველი, ანუ ის არის ძველი აიდის დიპლომატი და ძველი სკოლის წარმომადგენელი, დიპლომატიური სკოლის წარმომადგენელი, რომელსაც რუსეთთან ასე თუ ისე მჭიდრო კავშირები აკავშირებს. რუსეთის მოქალაქეა? რუსეთის მოქალაქეა, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შედარებით დააწყოს რუსეთთან ურთიერთობა და ნიკარაგუა, როგორც ვიცით, იყო ძალიან აქტიურად ჩართული ყველა საგარეო და უშიშროების პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში და ჩემი აზრით ხელისუფლება მეცა და ნიკარაგუას კულტურის მინისტრად დანიშნით მისი გავლენის განეიტრალება ამ პროცესზე. რადგან ნიკარაგუა როგორც ცნობილი იყო, როგორც ესე ყოფენ ხოლმე საგარეო პოლიტიკაში, თქვათ არტიოს და პრედებს, როგორც არტივი ისე მოგოდინებოდა ხოლმე. აი ამას ვიტყვით თქვათ ნიკარაგუას დანიშნაზე, რაც შეეხება ეხა ეკონომიკის მინისტრს, იგივე გავიმეორებ, რომ ეკონომიკის მინისტრი ეს ის ადამიანია, რომელიც მიღებულია როგორც ოპოზიციური სპექტრისთვის, რა თქმა უნდა, ასევე ხელისუფლებისთვის და ხალხში ნაკლებ აგრესიას გამოიწვევს იმ დაძაბულების ფონზე, რომელსაც ჩვენ ველოდებით ზამთრის დადგომისას. იმიტომ რომ ზამთარში ზუსტად ეს ის პერიოდია, სადაც სოციალური პირობები ყველაზე უფრო მწვალდება და პროტესტის ტალღა ხალხში იმატებს. რაც თქვა თავდაცვის მინისტრს შეეხება, ესეც ახალი სახეა, ზუსტად არ მიუღია მონაწილეობა ან სხვანაირად ვიტყვი, არ ჩანდა თქვა მედიაში ისე ხშირად ომის დროს, როგორც სხვა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და შესაბამისად